ვიმყოფებით ახლა არაბთა გაერთიანებული ემირათების საელჩოსთან და ელჩს გადაეცა ლეიბორისტული პარტიის მიმართვა ამ ქვეყნის პრეზიდენტ ალ-ნაჰიანის სახელზე მოთხოვნით შეწყდეს და არ იქნას დაწყებული არაბული დასახლებების მშენებლობა საქართველოში, რომელი გეგმაც შემუშავებული აქვს ბიძინა ივანიშვილს და რომლის თანახმადაც საქართველოს გადაშენება აქვს გადაწყვეტილი დემოგრაფიული. რეჟიმი, როგორც ცნობილია, წარმოადგენს არალეგიტიმურ უკანონო მოვლენას, ის აღიარებული არ არის დემოკრატიული სამყაროს მიერ, ამიტომ მათი ხელმოწერილი კონტრაქტები და შეთანხმებები, მათ შორის უცხოური ქალაქების და სოფლების მშენებლობაზე არის უკანონო, სამართლებრივი ძალის არ მქონე და რეჟიმის შეცვლისთანავე ყველა კონტრაქტი იქნება გაუქმებული, რის გამოც მათ შორის არაბი ინვესტორები ჩავარდებიან ზარალში, რადგანაც გაწეული ექნებათ უკვე გარკვეული ხარჯები. ჩვენ მათაც ვფრთხილებით და ვთხოვთ პრეზიდენტს ალ-ნაჰიანს გააფრთხილოს თავისი ინვესტორები, არ გარისკონ და არ ჩადონ ამ საქმეში ის თანხა, რომელიც აუცილებლად დაეკარგებათ. შესაბამისად, საჭიროა მთელი ჩვენი საზოგადოების მობილიზება, რათა არ მოხდეს რუსულ ოლიგარქიული ივანიშვილის შესრულებით განხორციელებული სტრატეგიის ხორცშესხმა ქართველთა გადაშენებაზე ამ ქვეყნიდან. ყველამ უნდა მოიღოს ხმა, უნდა დაიწყოს ქვეყანაში ფართო სამოქალაქო ეროვნული პროტესტი ყოველგვარი პარტიულობისა და მიკერძუებისა და სუბიექტურობის გარეშე. ეს არის ის გზა, რომელიც ჩვენ დაგვიცავს მოახლოებული უაღრესად დიდი გეოპოლიტიკური საფრთხეებისგან. უკვე ქართველობა ნახევარზე ნაკლებია ქვეყანაში, აქ ყოველგვარი უცხოური, ეს იქნება არაბული, ჩინური თუ აფრიკული მნიშვნელობა არ აქვს, მშენებლობების წარმოება და მასობრივი ჩამოსახლება უცხო ეთნიკური ჯგუფებისა გამოიწვევს იმას, რომ მალე ჩვენ გადავიქცევით ოფიციალურ ეროვნულ უმცირესობად და ალბათ სადმე პატარა ავტონომიას გამოგვიყოფენ გურჯანის რაიონში ან იქით ახალციხისკენ. აი ამ მიმართულებით მიყავს ქვეყანა ფულის შოვნაში ამხედრებულ ოლიგარქს და ის მილიარდები, რომელსაც გვპირდება, წავა მისი ოჯახის გამგებლობაში და არც ერთ შემთხვევაში ქართველი ხალხის სიკეთისთვის, რომელიც ვიმეორებ აქ იქნება უმცირესობა და აღარ იქნება. იმედია ჩვენს